მოგესალმები, დადგა შაბათი დღეს საღამოს 9:30 მე გახლავთ გიორგი დარასელია და ამ წელს პირველი გადაცემა არის და მოუწვიეს თუმად არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც არის ქვემო ბეთლემის წინამძღვარი. მამაო, დაგულოცე, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. საქართველოს და მიულოცა ყველას ამ გასულ დღესასწაულებს, ბრწყინვალე დღესასწაულებს, შობას, ნათლისღებას, ახალ წელს და ღმერთმა მშვიდობიანი წელი. დიდ მადლობას მოგახსენებთ, მამაო, ორმესი მადლობა და ჩემი აქამდე პირველი გადაცემა გადის ახლა ამ წელს და მინდოდა ძალიან რომ თქვენით დამეწყო, იმიტომ რომ თქვენ სასარგებლო რჩევებს ვიღებთ და თან მინდოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბერი ბრძანდები და ბედნიერების შესახებ მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი მაინც უწუხს იმაზე, რომ არის უბედური. აი რაც არ უნდა ბედნიერი იყოს, მაინც ვერ ხედავს. ადამიანმა როგორ უნდა დაინახოს ბედნიერება თავის თავში, თუნდაც ის არ იყოს იმდენად ბედნიერი, რამდენადაც მას უნდა. როგორ უნდა იკმაროს ის, რაც ჭირს ახლა მას, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ადამიანს ყოველთვის რაღაცა მეტისკენ მიიღწვის და არ ყოფნის ის, რაც არ უნდა იყოს. თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? თან პირველი გადაცემაა და რომ ბედნიერება დაგვებედებს, ხო? მე რა თქმა უნდა ეს არ არის ადამიანისთვის იოლის საკითხი, რადგან როგორც ასეთი ბედნიერება ძალიან ხშირად უფრო ინდივიდუალურია, უფრო სუბიექტურია, რადგან ერთი რაშიც ხედავს ბედნიერებას, იმაში შეიძლება მეორე უბედურებას ხედავდეს. შეიძლება ერთი, როგორც ნათქვამია, მეფეთა სასახლეში უბედური იყოს და ვიღაცა ქოხში ბედნიერი იყოს. აქედან გამომდინარე, ქოხი რამდენად ბედნიერება და მეფის სასახლე რამდენად უბედურება ძნელი სათქმელია, რადგან პირად ახმაზეა დამოკიდებული და ასე შემდეგ. თვითონ სიტყვას რო შევეხოთ ბედნიერებას, ეს ქართული სიტყვა თვითონ ბედთან არის კავშირში. ნუ ახლა ქრისტიანული გაგებით მთლიანობაში ჩვენ ბედისწერას უარყოფთ რაღაც ნაწილად. თვითონ ბერძნულში ეს ევდემონიაც, რომელიც ბედნიერებად ითარგმნება ჩვენთან, ესეც ბედთან არის, ანუ კეთილგანაწილებას ნიშნავს ძველი ქართულიდან რო თარგმნით, კეთილგანაწილება, ანუ ის რაც გერგო. კეთილსაც ნიშნავს და სიკეთე, რაც შენ გერგო, არ მოგიპოვებია. და აქედან გამომდინარე ეს ბედნიერება იყო კაცობრიობის საზრუნავი, საფიქრალი, რა არის ბედნიერება, ესეთი დიდი ფილოსოფოსი სოკრატე ზუსტად ამით იწყებს თავის ფილოსოფიას, რომ თუ რა არის ბედნიერება, რა არის სიკეთე, ანუ კეთილგანაწილებული, რა არის ბედნიერება და რა არის სიკეთე. ამის გარკვევას იწყებს და მიდის ბოლოს იმ პასუხამდე, რომ სიკეთე არის ცოდნა კეთილისა და ბოროტისა. და ერთი საინტერესო აზრია ესეთი, რომ მცნება, რასაც ჩვენ მცნებას ვეძახით, ეს ფილოსოფოსი მცნებას ეძახდა იმას, რაც იყო ადამიანებისთვის საერთო. ეხლა საიდგენ მიყვას ეს საუბარი, რომ ბედნიერება მაინც მართლა დამოკიდებულია იმაზე, რომ გამოიკვლიო ადამიანის ბედი. ანუ ადამიანის ბედში იგულისხმება რაც ჩვენში საერთოა, რაც არ არის პიროვნული, რაც არ არის ჩემი და შენი, არამედ ჩვენია. აი რა არის ჩვენი საზოგადოდ, ანუ რა არის ჩვენი მოვალეობა, ვინ ვარ ჩვენ, რანი ვარ ჩვენ, რა არის ჩვენი ბუნება, რა დანიშნულება აქვს ადამიანის ბუნებას, ეს ხო მონიჭებულია. აქედან გამომდინარე ქვია ამ სიტყვას ბედნიერება. რადგან ბედნიერება აი ზუსტად ის არის, რომ რაც ადამიანისთვის მინიჭებულია, აი ამის გარკვევა და შემდეგ ამისთვის ცხოვრება. ანუ უფრო მარტივად რო ავხსნათ, ბედნიერება არის, როცა ადამიანი გაიგებს, რომ ადამიანი არის უკვდავი არსება. არა მე, არა შენ, არა ის მარტო, არამედ ჩვენ. საერთოდ ჩვენი ბუნება არის უკვდავი. ეს ჩვენი ბედია. ასევე ადამიანი რო გაიგებს, რომ ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, აი ეს არის ბედნიერება. და ბედნიერება არის ზუსტად ადამიანმა გაარკვიოს, ვინ არის ის. და აი ამ ბუნების გარკვევა ძველ სამყაროში ვერავინ ვერ შეძლო. ძალიან ბევრი
თითქმის ყველა ფილოსოფოსი ამას ეხებოდა. არ გასულა ფილოსოფოსის ცხოვრება ისე რომ არ შეხებია რა არის ბედნიერება. რისთვის ცხოვრობს ადამიანი და ერთ-ერთს ამბობდა, მეორეს ამბობდა, მესამეს ამბობდა, ზოგი რაღაც ახლოს იყო სიმართლესთან, ზოგი ამბობდა რომ ბედნიერება არის ხორცილი ცხოვრება და ტკბობა. რასაც კიდე ჩამოყალიბდა სწავლებად ჰედონიზმი ქვია, ანუ დატკბი იმით, რაც შენს ბუნებას ახარებს. მაგრამ მეორე ფილოსოფოსი ამბობდა, რომ მე მირჩევნია ერთი რაღაცა კოსმოსური ობიექტი გამოვიკვლიო, ვიდრე ვისიამოვნო და ვიდრე ვიყო მეფე. მაშინ რომელია სწორი? ამიტომ ამას კაცობრიობა მის 5000 წელი პასუხი ვერ გასცა. მაგრამ ეს გულისხმობ იმ კაცობრიობას, რომელიც ღმერთს არ ემსახურებოდა, რომელიც დაბნეული იყო, რომელიც წარმართული იყო და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, ჰქონდათ ფილოსოფია, ჰქონდათ ცოდნა, ჰქონდათ მეცნიერება და ასე შემდეგ. რო გადმოვინაცვლოთ იმ კაცობრიობასთან, რომელიც ღმერთს ემსახურებოდა, ანუ ისრაელი. ამათვის რა იყო ბედნიერება? და არც მათთვის არსებობდა საბოლოოდ ბედნიერება ამ ქვეყანაზე და რატომ? იმიტომ რომ იცოდა მოსემ, იცოდა აბრაამმა, აი ამ დიდ ადამიანებზე ვამბობ, იცოდა იაკობმა, როცა უთხრეს თავისმა ძეებმა, რომ მისი შვილი შეჭამა მგელმა და მოუტანეს პერანგი, რომელიც მან შეუკერა სიხში ამოვლებული, ესეთი სიტყვები თქვა, რომ წუხარე ჩავალო ჯოჯოხეთშიო. ანუ იაკობი, რომელიც არის მამამთავარი, იცის, რომ ჯოჯოხეთში მიდის, ხსნა რო არ არის. და რა არის მაშინ მისთვის ბედნიერება? რა იყო იმისთვის ბედნიერება და როგორც მამები ამბობენ ჯოჯოხეთში აბრაამის წიაღი, რომელსაც მაცხოვარი ახსენებს, აბრაამის წიაღი იყო ერთადერთი მდგომარეობა. იმედი და მოლოდინი. ანუ ადამიანისთვის ერთი სიტყვით რო ვთქვათ, რა არის ბედნიერება? ალბათ არ ითქმის, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმედი, მოლოდინი. ახალ აღთქმაზე რო გადმოვინაცვლოთ, ახალ აღთქმაში ეს თვითონ ევდემონია და მაკარიოსი, ანუ ნეტარება და ბედნიერება ბერძნულშიც სინონიმია ქართულშიც. ანუ ჩვენ როცა ვამბობთ ნეტარიყვნენ გლახაკნი, ეს იგივეა, ბედნიერი იქნება, ბედნიერი არის გლახაკი. აი 9 ნეტარება, ეს ნიშნავს 9 ბედნიერებას. 9 ბედნიერ მდგომარეობას, 9 ნეტარ მდგომარეობას. აი ამ 9 ნეტარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ნეტარი იყვნენ გლოვარენი. სინამდვილეში გლოვა არის. მაგრამ თუ გლოვობს, როგორ არის ბედნიერი? გლოვა შესაძლოა, ესე იგი ბედნიერებად გექცეს. თავად გლოვა არ არის ბედნიერება. არც სინანულია თავად ბედნიერება, იმიტომ სინანული ადამიანს ხო აწუხებს შინაგანად. არც ერთი არ არის, რომელიც მოთხრობილია ნეტარებებში, ბედნიერება და ნეტარება ამ ქვეყნიურად. რადგან ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და როგორ ამბობს, რომ ნეტარი იყვნენ გლოვარენი, რამე თუ ნუგეშინიცემულ იქნებიან. ნეტარი იყოს თქვათ იქ გლახაკი, რამე თუ მისია სასუფეველი ცათა. ანუ ბოლო ბედნიერება მაინც ღმერთთან არის. და არა ამ ქვეყანაზე. ანუ ახალ აღთქმაშიც იმედი რჩება. ახალ აღთქმაშიც მოლოდინი რჩება. თუმცა ამ ბედნიერებათა შორის სხვაობა, სხვანაირად ბედნიერია მგლოვარე და სხვანაირად ბედნიერია მდიდარი. არა ქრისტეში. და მგლოვარე ქრისტეში სხვანაირად ბედნიერია. ის გლოვობს, მაგრამ ამ გლოვით არის ბედნიერი. ну, რა ვიცი, რამდენად თქვი ძალიან ლამაზად, მამაო, მაგრამ აი თქვენ ახლა წეგან ახსენეთ, რომ ის რაც გერგო, ხო? აი ის რაც გვერგო ჩვენ, როგორ უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ბევრისთვის მიუღებელია, ბევრისთვის ძალიან მისაღებია. ანუ აი როგორ უნდა შეეგო, იმიტომ რომ ეს შენია, გერგო და ვერანაირად ვერ აცდები ამას. აი თქვენ ბედიო რო თქვით ხო სიტყვაზე, ვერანაირად ვერ აცდება ადამიანი ამას. ის ერგო ღვთისაგან, სიტყვაზე ის რო დაიბადება ჭირისუფალი არის, ბერი არის თუ რაც არის, ნებისმიერ რაღაცა ხო? ერგო ღვთისაგან. აი როგორ უნდა მიიღოს, მამაო, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი არის და ძალიან ძნელი არის იმ ყველაფერს გადალახვა, თუ დღეს ქვეყნად მართლმადიდებელთან რაც ერგება, იმიტომ რომ
მართლა რაღაცა ხანდახან არის ხოლმე რაღაცა ეკლიანი გზაო და მართლა ძალიან ძიმე არის და რთულია ცხოვრება და ამ ცხოვრებაში სულ ხდება ხოლმე ისო აი ღმერთის გმობამდე მიხვიდე რომ რატო ღმერთო იკითხო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ადამიანი თო სულ ბოროტისაგან არის ამ პრესში რომ აი ღმერთი დაგმო აი სულ რაღაცა პრობლემები გიჩნდება რაღაცა ისა აი როგორ უნდა გავითავისოთ რა ეს პრობლემა რომ მომივიდა მადლობა ღმერთო ესე იგი ესე იყო საჭირო აი თუ შეიძლება მამა აი როგორ ძალიან რთული არის ეს ალბათ კი მაგრამ კარგი კითხვა არის იმ კუთხით აი თავში რაც თქვით როგორ გავიგოთ რა ჩვენ გვერგო ხო ნუ აქ საუბარში ეთყობამდეს ჩავსვი და ჩავატი თავარი ესეთი რაღაცის თქმა მინდა აი მაგალითად როდესაც ფილოსოფოსი ამბობს სიტყვაზე სოკრატე რომ ბედნიერება არის ცოდნა კეთილისა და ბოროტისა და თქვათ სოკრატემ გაიგო კეთილი და ბოროტის ცოდნა მიიღო მაგრამ რამდენად ბედნიერი იყო ის რამდენად ბედნიერად დაასრულა მან ცხოვრება რა მისცა ამან მას და მოწაფეები ხედავდნენ რომ სოკრატე მიუხედავად იმისა რომ ესეთი ერთადერთი უნიკალური ადამიანი იყო მაშინ და დღესაც მისი სწავლებები ესეთი ცნობილია მოკლეს და აქ ხდება უბედურება რომ შეწყდა მისი ცხოვრება არ უშველა ცოდნა იგივე ხდება მოციქულებთანაც მასწავლებელი რომელიც აი ესეთი დიდებული იყო რომელიც მიცვალებულებს აღადგენდა რომელიც ბრმას მხედველობას ანიჭებდა ანუ ყველაფერს სიკეთეს აკეთებდა ისეც რაც არასოდეს არავის არ გაუკეთებია და ესეც მოკლეს და აი გამოსავალი რაშია ქრისტე აღსდგა ანუ სიკვდილით რო არ დასრულდა ცხოვრება ეს ვერ გაიგო იმათმა იმიტომ რომ სოკრატე არ ამღდარა და არც იცოდა თვითონ ამბობდა მე არ ვიციო რა არისო სიკვდილიო ვინც ამბობს რომ სიკვდილი ბოროტებაა როიო იტყუებაო რადგან მან არ იცისო ის რა არისო იქნებს ეკეთეაო და ქრისტე ამბობდა მე მოკვდები და აღსგები მე მომკლავე და აღსგები მესამე დღეს და აღსდგა ქრისტე და ამით გაირკვა თუ ვინ არის ადამიანი აღსდგა ქრისტე როგორც არა როგორც ღმერთი არამედ როგორც ადამიანი იმიტომ რომ ღმერთი არც კვდება და არც აღსდგება ხო აი როგორც ადამიანი აღსდგა ადამიანის ბუნება აღადგინა და ეს დაინახეს მოციქულებმა აქედან გამომდინარე თავარი ის არის რომ ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით ვინ არის ადამიანი და აი ამას რომ გაიგებ როცა იცის ვინ არის ადამიანი უკვე აი მთელი შენი მოვალეობა აი ამ ვინც ვართ ჩვენ და რა ბედი გველი ჩვენ საბოლოოდ აი ამის მზადება და ბედნიერების მიღწევა ამით ანუ მარადისობის ცოდნა ვინც არ იცის მარადისობა და თუ არ არსებობს მარადისობა ყოველგვარ ზნეობას რომელიც ადამიანს ატკბობს ყოველგვარი ზნეობის უარყოფა რომელიც ადამიანს ატკბობს მე ვფიქრობ ბოროტება ანუ უზნეობის უარყოფა რასაც ჩვენ ზნეობას ჩამოვაყალიბე მე მგონი ანუ ადამიანის უზნეობა რასაც ჩვენ უზნეობას ვეძახით შესაძლოა ზნეობა იყოს იმიტომ რომ თუ ის ადამიანი ერთხელ დაიბადა და ერთხელ კვდება და არ არსებობს მაშინ ჰედონიზმი უფრო სწორია ვიდრე ქრისტიანობა მაშინ ქრისტიანობა არის ფაქტიურად ადამიანის ტანჯველი უაზროდ მაგრამ თუ მარადისობა არის და თუ კი არა არის და ვიცი ჩვენ რა არის რადგან ქრისტემ გვაჩვენა ეს აღსდგა ქრისტე და იყო მოციქულებთან აი მაშინ უკვე აი ამ ტკბობებისთვის ცხოვრება რომელიც მიწისაა და აქვე მთავრდება და რომელიც არაფერს არ გაძლევს იმქვეყნიურად არის დამღუპელი ამიტომ აი ეს ბედნიერებები რომელიც მიწიერია და მიწას არ ცდება დამღუპელია ქრისტიანისთვის მამა როგორ უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს იმიტომ რომ ყველა შეიძლება არ არის სულიერი
რაღაც მომავალში გახდეს. ანუ სულიერი და ხორციელი ბედნიერება როგორ შევათავსოთ, იმიტომ რომ აი ხა იმ ადამიანს ვერ აუხსნი იმას, რომ სიტყვაზე მე მაგალითად როცა წავიკითხა რაღაცა სიტყვაზე წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომეს ვარ ბედნიერი ძალიან, მაგრამ იმას ვისაც შია ეხლა და საჭმელი არ აქვს და პური უნდა იმას ვერ ეტყვი რომ შენ წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი წაიკითხე და ბედნიერი იქნები. ანუ ეს როგორ უნდა შეათავსოს? მამო, ან ერთად როგორ იცხოვროს ამით რომ სიტყვაზე ადამიანს ეხლა აი რაღაცა დრო არის რომ სიტყვაზე ეხლა არ შეიძლება რომ ეს გააკეთო ჯერ ეს უნდა ქნა და მე ის მოხდება და მე იქნებ ბედნიერი. აი ეს მომენტი თუ არის მამო ადამიანში, იმიტომ რომ ყველა აი ჩვენ გვაქვს არასწორი ანუ მიღების ის გვაქვს რა. უბრალოდ აი სხვა ადგილას სხვა რაღაცას ვიმკითხოლმე და აი ამის გამო არის ალბათ უბედური, იმიტომ რომ ადამიანმა რომ ნახოს სწორი რა არის, უკვე ხო არ იქნება ხო უბედური ხო ამიტომ. როგორ უნდა შეუთავსოთ, იმიტომ რომ ძალიან ძნელი ხა ვისაც სახკარი არის, ქუჩაში არის, საცოდავა და უთხრა შენ რომ აი მამაო ჩვენოს წაიკითხავ და ყველაზე ბედნიერი იქნები. ხო? აი ამის გაგება როგორ შეიძლება მამაო აი ძალიან რთული არის თუ შეიძლება. თუმცა აი ეს ყველაფერი რაი როგორ შეიძლება ჩამოყალიბოთ. ახლა შიერი არ არის ბედნიერი, ხო? დიახ. მაგრამ მაძღარი თუა ბედნიერი. დააკვირდით, შეიძლება მაძღარის არ იყოს ბედნიერი, გაძღა, მაგრამ არ არის ბედნიერი. მარტო ეს არ უნდა და იმიტომ სხვა სრულები აქვს. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით გაძღომაა ბედნიერება. მაგალითად, ავამტყოფი უბედურია, თავისთავად უბედურება ავამტყოფობა. მაგრამ ჯამთელობა არის ბედნიერება? ყველა ჯამთელი არის ბედნიერი? არ არის ბედნიერი. ამიტომ ეს ძალიან რთულია. თუმცა ადამიანს რომელსაც შია და ეტყვი რომ წმინდა ნიკოლოზის პარაკლისი წაიკითხე და გაჩნია როგორი მორწმუნეა ეს ადამიანი, რადგან ქრისტიანობაში შიმშილი დონე, ანუ ის რაც აუცილებელი ადამიანისთვის, ეს უარყოფილი არ არის, იმიტომ რომ ყველაზე მთავარ ლოცვაში, რომელიც არის მამაო ჩვენო წერია, პური ჩვენი არსობისა, მომე ჩვენ დღეს ეს მაცხოვარმა ასწავლა კაცობრიობას. იქ პური წერია. ანუ პური ეს არის საზრდო, რომელიც ადამიანი ჭირდება და რა თქმა უნდა, ან დაეხმარები, ან ასწავლი გზას, ან რაღაც ადამიანმა რო პური იშოვოს, მაგრამ სამწუხარო ის არის, ადამიანი პურზე არ ჯერდება. იმიტომ რომ ვისაც პურია არ არის მადლობელი და არ არის კმაყოფილი. ვისაც ჯამთელობა არ არის მადლობელი და არ არის კმაყოფილი. ჯამთელი შეიძლება იყოს სრულიად უბედური, მაგრამ ვიღაცა ვინც ავად არის, ის ფიქრობს რომ ნეტა ჯამთელი ვიყო, რა ბედნიერი ვიქნებოდიო. მაგრამ რო გახდება ჯამთელი, შეიძლება არ იყოს ბედნიერი. შეიძლება გახდეს მეფე და არ იყოს ბედნიერი. და შეიძლება იყოს გლახაკი და იყოს ბედნიერი. ერთი ის გამახსენდა ჩვენთვის ავადხსენებული დიოკლეტიანი, ხა ქრისტიანობაში ყველა მიცის დიოკლეტიანი ვინც არის და წმინდა გიორგი რო აწამა. მის ცხოვრებაში არის საინტერესო მომენტი, რომ ის მას იმპერიის აღმავლობა და ამხშენებლობა უნდა და რის გამოც ის ქრისტიანობას დევნიდა, ანუ ეგონა და მართალიც ეგონა თავისი აზრით, რომ ქრისტიანობა რომის იმპერიას ძირს უთხიდა და ესეც მოხდა. მაგრამ ჩამოყალიბდა სხვა იმპერია და სხვა სიდიადე და როცა ვერ დაძლია ეს ყველაფერი, გადადგა იმპერატორობიდან და წავიდა სადღაც სოფელში დღევანდელი გაგებით. და როცა მივიდნენ, მისი საჭიროება გახდა და მივიდნენ და უთხრეს რომ დაბრუნდიო. და ამან უთხრა რას ამბობთ, ნახეთო რა კაი ბაღი, კომბოსტოს ბაღი მაქვს. ანუ ამით ისიც თქვა მინდა რომ რაღაც ყოფილი იმპერატორი უნდა იყო კომბოსტოს ბაღი რო დააფასო. კომბოსტო რო კარგია და ის მცირედი კარგი როა, ეს რო დაინახო, იმიტომ რომ ყველას გონია ის არის კარგი, ყველას გონია მეფეა ბედნიერი. იმიტომ რომ ის მეფეა და მე მონა ვარ და მე უბედური ვარ. მაგრამ შეიძლება მონა იყოს ბედნიერი და მეფე უბედური. ამიტომ მეფე უნდა იყო რომ გაიგო კომბოსტოს ბაღი რა მშვენიერია და რა კარგია. რომ კომბოსტოს ბაღი გააქვს, რომ საჭმელი გააქვს, რომ სასმელი გააქვს, რომ დაუკმაყოფილება ამ ქვეყნიურად ყველაზე დიდი უბედურება. ანუ ადამიანსნი რო არ კმაყოფილდება. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. იმიტომ რომ მინიმუმით კმაყოფილება მაცხოვარმა გვასწავლა იზრუნეთ სასუფევლისთვის და ესე ყოველივე შეგემატებათო. აი ეს ყოველივე რაც ადამიანს ამ ქვეყნიურად ჭირდება. საარსებო.
შეგემატება არა მინახავს რომ კაცი მართალი თხოვნელი პურისაო დავით მეფე ამბობს თუ მართალი ხარ აი პურიც კი არ გიხნება სათხოვარი მაგრამ საუბარია პური და არა კომფორტზე და ყველაზე დიდი კომფორტი ქრისტესთან შეხვედრა ქრისტეს სწავლა ქრისტეს შემეცნება არის დიახ ძალიან დიდი მადლობა მამო პირადადაც გამომიცდია ხოლმე რომ რაღაცა შეიძლება რაღაც ძალიან დიდი ვერ დამეფასებინოს და უცბად ისეთ რაღაც მდგომარეობაში ყოფილა რომ აი ამ ხელა აი რაღაცა ვიღაცის გამარჯობა ჩემთვის ყოფილა ყველა ხელი აბსოლუტურად რაღაც გამახსენდა ბოდიში და აი ამას ესეთი არისტოტელეს აქვს რომ ოიდიპოსის რაღაც ტრაგედიები რო არის ტრაგედია რომელსაც თეატრში დგამდნენ და ის ამართლებს ამ ტრაგედიის ანუ ხელოვნებას ამართლებს და როგორ ამართლებს რომ როდესაც აი მე ვიღაცას რაღაცა დამემართა და წავედი თეატრში და უყურე ოიდიპოსის ტრაგედიას რომელსაც დიდი საშიშროება მოელის და ამით მე დამავიწყდა ჩემი უბედურება იმიტომ რომ მას დიდი უბედურება აქვს უფრო ეს ამით ამართლებს რომ აი სხვისი უბედურების დიდი უბედურების დანახვით ხო შენ ისა რაც ქრისტიანობაში არ არის მიღებული ნუ არის რაღაცები შეპარული ფილოსოფიიდან ისიც მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის ქრისტიანი ადამიანს უბედურად თვლის საკუთარი ბედნიერების დანახვიდან აი ამის ახსნა როგორ შეიძლება აი პეტრე რომელმაც ნათელი იხილა ყველა ის ადამიანი ვინც ამ ნათლისთვის დარზრუნავს უბედური გონია იმიტომ რომ იცის რა არის ეს ნათელი და რა არის ქრისტეს ნათელი ანუ საკუთარი ბედნიერებიდან და საკუთარი სიდიადიდან რაც მან ქრისტეში დაინახა ხედავს ადამიანთა უბედურებას და ეცოდება ანუ სხვისი უბედურებით კი არ უნდა დაგავიწყდეს შენი უბედურება არამედ შენი ქრისტეში ბედნიერებით უნდა დაინახოს სხვისი უბედურება თუ როგორი უბედურია ის რადგან როგორი ბედნიერება ქრისტესთან ყოფნა მამო თუ შეიძლება ყველა აღიქვავს მაინც თავისებურად ეხლა ბერები სხვანაირად აღიქვავს თეთრი სამღვდელოება სხვანაირად აღიქვავს ჩვენ სხვანაირად ყველა სხვანაირად აღიქვავს და რაღაცა არის რაღაც სტანდარტი რომელიც ვიღაცას აკმაყოფილებს ვიღაცა იმის იქით ადის ვიღაცა ასე შემდეგ ხო არის ეს რომ მომენტი ის სიტყვაზე ვიღაცას ვინც ეხლა პატიმარი მაგალითად რომელიც ციხეშია ხო გარეთ რო ერთი დღე იყოს და მაღაზიაში ეგ რო შევიდეს ბედნიერება იქნება მისთვის, მაგრამ მე ყოველ დღე ისე შევივლი, გავივლი, გამოვივლი, ჩემს არაფერი არ არის, ხო? საერთოდ ვერ აღიქვა ბედნიერებად. ანუ აუცილებელი არის მე ამის გამო სამწუხარო ძალიან ცუდი რაღაცები მოგვდის, რომ მე ის დავაფასოთ, რაც მართლას ბედნიერება ჩვენთვის. დაკარგვით ვაფასებთ, ხო? დიახ, მე დაკარგვით აფასებ, ხო? შემდეგ, აი მამო, აი ამასთან დაკავშირებით, მამო, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ დავკარგო და ისე დავაფასოთ, იმიტომ რომ ადამიანი მაინც უმადურია ღვთისა და ეხა აქაურობის უმადური რო იყოს, აუგვის, ხო? არაფერი არ არის, ხო? გასაკვირი, იმიტომ რომ მაინც რაღაც გამომაძღარობის რაღაც სინდრომი არის ადამიანში რაღაცა ცოდვინა გამომდინარე ხო ვერ ძღები რა ადამიანი აი ხანდახან ხოლმე ყოფილა რომ ძალიან ბევრი დიდი რამ არ დამიფასებია და ხანდახან ყოფილა რომ ვიღაცას ყურადღება მოუქცევია ელემენტარული რაღაცა აი რაღაცა უჩუქებიან რაღაცა კარგად მოსალმებია და ჩემთვის ყოფილა აი ყველა სიმდიდრეზე მეტი და მიხვდა რომ აუ მე მგონი ამაში უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე რაღაც დანარჩენ რაღაც მატერიალურში ან ასე შემდეგ თუ შეიძლება მამო ამით როგორ დაგმაყოფილდეს იმიტომ რომ მეწოდებიან ის ხალხი ვინც ძალიან განიცდიან დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობა საქართველოში და ყველა ადამიანს ძალიან რთული მდგომარეობა აქვს თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ გადაიტანო იმიტომ დავიწყე ბედნიერებით ახალი წელი რახანს დაიწყო ხო თან თქვენ ბერი ხართ მამო რომელსაც ამდენი აღთქმა გაქვთ დადებული და ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით და აი ეს მინდოდა სამაგალითოდ იმიტომ მოგიწვიეთ მამო რომ თქვენში ხედავ ხოლმე იმას რომ თქვენ რაც არ უნდა მოხდეს მაინც ბედნიერი ხართ მიუხედავად ამდენი გასაჭირის რავი რეები არ გადაგიტანია წალკიდან მოყოლებული და მაინც ბედნიერი ხართ ყველაფრით და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ იმას რო ანუგეშებთ თქვენ ეს მინდოდა რა დიახ რა თქმა უნდა ამ ქვეყანაზე არსებობს ეს ქვეყანა ბოროტსაზე და დგას და არსებობს უბედურებები არსებობს ისეთი რაღაცა ტრაგედია რომელიც ძალიან ძნელი აღსაქმელია მაგრამ ტრაგედიის ნებისმიერი ყველაზე დიდი ტრაგედია არის მაინც ადამიანის დაკარგვა ადამიანი რომელიც გიყვარს ადამიანი რომელიცაც აფასებ იმიტომ რომ შენია
და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ქრისტიანობაში როგორ არის, იცით, ქრისტიანობაში ცრემლი, ტირილი და ასე შემდეგ თვითონ ქრისტეს არ დაუწუნია, თვითონ ქრისტე ატირდა, ღვთისმშობელი ტიროდა და ასე შემდეგ. კი არის ტირილი, ნეტარი უკვე მგლოვარენი ამბობს მაცხოვარი, არის ტირილი, მაგრამ არა უიმედო. არ შეიძლება ადამიანს იმედი არ ხონდეს. აი უიმედო თუ იქნა, მაშინ ის სიცოცხლეც არაფერი არ არის, რომელიც მას შერჩა. და არაფერი არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მაინც არის ის, რომ იმედი გქონდეს. იმედი ქრისტესი. რადგან თქვა, რომ ვინსაც ჩემი სწამს ის არ მოკვდება. არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა. და აი ეს რწმენა უნდა შეიძინოს ადამიანმა. აი სხვა დანარჩენი უკვე, აი თვითონ დაინახავს, როგორ უნდა იაზროვნოს ქრისტეში ნებისმიერი პრობლემის დროს. იმიტომ რომ პრობლემის გარეშე ეს ქვეყანა არ არსებობს. მე მაგალითად, აი ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა ღვთისწინაშე არ ვარ მართალი. ამაზე დიდი პრობლემა ჩემთვის არ არსებობს. მაგრამ ვიღაცისთვის ახლა რაც უფრო ისეთი ადამიანი სხვადასხვა პრობლემებია, მაგრამ გააჩნია ადამიანს. ამიტომ ყველა ეს კონკრეტულად ყველას ცალ-ცალკე უნდა ურჩიო ისე პირადად. მამაო, თუ შეიძლება, აი ეკლესია ადრე იყო ხოლმე, რომ ესე რომ ეკლესიაში ვინც არ იყვნენ ადამიანებს უწუწუნებდნენ ხოლმე ამ ცხოვრებაზე რაღაცა და როგორც იყო ხოლმე ის პრობლემა, რომ აი მეთქი მოდით ეკლესიაში რაღაცა ნახავთ იქ რაღაცა და მოდიან და ეხა უკვე ეკლესიაშიც ხდება ის, რომ ეკლესიური ადამიანები რაღაცა საყვედურებს გამოთქვამენ და ასე შემდეგ. და ეკლესიაში მოდიხარ და ადამიანები, რომლებიც გონია, რომ აი აქ მართალნი იკრიბებიან, ისინი წუხან, ისინიც უბედურნი არიან და ასე შემდეგ. ანუ როგორ შეიძლება მამო აი ეკლესიური ადამიანი რომ იყოს უბედური? ან რატო უნდა იყოს? ან თუ შეიძლება ეს რა? ეხლა იმიტომ რომ ადრე ეს რაღაც ფართო მასშტაბით იყო, რაღაც შორს იყო ადრე წუხილი და იმართლებდი თავს, რომ ეს არ არის ეკლესიური და იმიტომ წუხს. და ეხლა უკვე ეკლესიურებით შიგნით თქვენ ალბათ დაკვირვები ხართ, ხო უკვე წუწუნები რომ აუიცი აი რაღაცა და რაღაცა ან მატერიალურზე ან არა ის მესმის ეხლა მათიც, მაგრამ რაღაცა ოჯახურ პრობლემებზე ან ჭირისუფლები არიან და მე რატო უნდა მომსვლო და ან ასე შემდეგ. აი თუ შეიძლება აი ამ ტკივილში როგორ შეიძლება ბედნიერება რომ ნახო და ან თუნდაც იმით გაიხანო რომ ეკლესიურები აი თუ შეიძლება ხო, ნუ ეხლა ცოტა რთულია ხშირად ეკლესიურობა და ქრისტიანობა არ ეთანხმება ერთმანეთს ჩემი აზრით. ქრისტიანობა და ეკლესიურობა განსხვავდება იმ გაგებით რომ ეკლესიური კი არის, მაგრამ რამდენად სწორად ესმის ქრისტე. მეორე მომენტი არის რომ როდესაც აი ერში ახლა ბერისთვის ადვილი სათქმელია ეხიდან გამომდინარე რომ მე მაგალითად მაქვს ჩემი არჩევანი, მე ავირჩიე თვითონ ეს გზა და მე ჩემს არჩევანს მივსდევ. მაგრამ სხვა არის ახლა როდესაც ერთმა აირჩია, აგერ მამამ აირჩია ქრისტიანობა, შეეძინა შვილი, მაგრამ მას არ უნდა. სხვა ცხოვრებით ცხოვრობს და მისი არჩევანი არ არის, იმიტომ რომ რახან მე ავირჩიე, იმანაც აირჩიოს, ესე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მას არ უნდა. და ეს აწუხებს. შეიძლება ამაზე წუხს, შეიძლება იმაზე წუხს, მაგრამ ეკლესიურობა ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ერთადერთი ეკლესიურის წუხილი უნდა იყოს ქრისტეს ცნების ყველაზე მეტად ის უნდა აწუხებდეს, რომ ვერ შეასრულა ის, რაც უნდა შეესრულებინა ქრისტეს წინაშე. ან არ ახარებს ის, რასაც ქრისტე აძლევს. რადგან ამაზე სხვა წუხილზე მაცხოვარი არ ამბობს. ეს არის სწორი წუხილი. ნეტარიყვნენ მგლოვარენი, ნეტარიყვნენ ეს სულითა არის. გლახაკნი სულითა არის. იმიტომ რომ ეს სულით გლახაკი ნიშნავს რომ აი შინაგანად ადამიანი რო თვითონ გადაწყვიტავს. ამიტომ გლოვა ერთადერთი საკუთარ ცოდვებზე მართებს ყველა ქრისტიანს. არასწორ საქციელზე, არასწორ ცხოვრებაზე და ახლა შეიძლება რომ მამო იყო ბედნიერიც და რაღაცა იყო გლოვაშიც. აი ვის ხელშია ჩვენი ბედნიერება? აი არის ის მომენტი, რომ ღმერთის ხელში არის უბრალოდ და გადმოგხედავს და ან იქნები ბედნიერი, ან არ იქნები, ან ჩვენ ხელშია თუ როგორ? ეხლა უბრალოდ ამ კითხვას ვსვავ, იმიტომ რომ აი რო უთხრათ იმ ადამიანს, რომ ვის ხელშია ჩვენი ბედნიერება? და საერთოდ ესე ბედისწერას ორად ყოფენ. მამები
მაქსიმე აღსარებელსა გეგეთი სწავლება რომ არსებობს ბედისწერა, მაგრამ ამავდროულად არ არსებობს. რაღაცაში არსებობს, რაღაცაში არ არსებობს. აი მაგალითად ბედისწერა არის ის რომ მე ვარ ქართველი და არა ფრანგი სიტყვაზე. ბედისწერა არის თორსა ადამიანს შეემთხვევა ისეთი ავამტყოფობა, რომელიც არ არის გამოწვეული მისი ცხოვრებიდან. აი თქვა თუ მისი ცხოვრებიდან არის გამოწვეული, არის ესეთი ავამტყოფობების მაგალითად გახვედი შიშველი სადღაც წახვედი ამ ყინვაში და გაცივდი. და არ გაუფრთხილდი თავს, ეს არ არის ბედისწერა, ეს არის შენი პირადი დაუდევრობის პრობლემა, მაგრამ სრულად შემთხვევით გემა ემართება ადამიანს ისეთი ავამტყოფობა, რომელიც არ არის მისი ცხოვრების წესიდან გამოწვეული. არ აი ამ შემთხვევაში მამაო აი ეს არის ბედისწერა. ამბობენ, გამიგეთ. ბედისწერა არის რაღაცაში, მაგრამ არ არის ნებაში ადამიანის, მაგრამ აი ეს ბედისწერები ხშირად, ბედისწერაა ომი. თქვათ, ბედისწერა და ომი, თლად ბედისწერა არ არის, იმიტომ რომ ომს ადამიანები იწვევენ, მაგრამ მე არ გამომიწვევია ომი, მაგრამ აღმოჩნდი ომში. და უნდა ჩაება. რა ვქნა, ხო. აი ესეთი სიტუაციები არის, მაგრამ ყველა შემთხვევაში, აი კარგში აღმოჩნდები თუ ცუდში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს, რომ ის არის მარადიული. ანუ მარადისობისთვის ზრუნვა თუ დაგავიწყდა, აი იქ არის უბედურება. რადგან ყველაზე ძნელი ბრძოლა ქრისტიანისთვის ომზე უფრო რთული არის ფუფუნება, ნეტარება და კარგი ცხოვრება. იმიტომ რომ ისე აღმოჩნდები იმ ზღვარზე, სადაც ერთად შეიყრება ყველა მეფე და მონა, რომ არც კი დაფიქრდები, ვერც კი დაფიქრდები სათხარ და ზოგჯერ ის სიკვდილს რაღაცები სიკვდილს რო გახსენებს, ამან შეიძლება გონება მეტად მოგცეს. საერთოდ ამბობენ რომ გონება რაც უფრო ცოდნას იღმავე, მით უფრო მეტად კივილს იღმავებო. რაც უფრო მეტი იცი, მეტად ტყივა და მეტად იმიტომ თეთრშავისგან არჩევდა და უფრო შევეთი შავია. მეტად უბედური ერთი ფილოსოფოსი ამბობს ეს სოლონი. რა არისო ბედნიერებაო, როცა ეკითხებიან, ის ამბობს რომ ბედნიერება არისო ჯამთელი სხეული და სუსტი მახსოვრობა. ხო, როგორი ისა აქვს ნათქვამი და ეს რა თქმა უნდა ხორციელად, აი ეს არის ბედნიერება. ხორციელი ადამიანისთვის ბედნიერება არის ჯამთელი სხეული და სუსტი მახსოვრობა. და რატომ? იმიტომ რომ აი სინანული რა არის, თორსა იხსენებ შენს შეცდომებს, ხო და ნანობ, მაგრამ დღეს რო შეცდომა ჩაედინე, ხვალად ეხიდა რომ არ გახსოვს. ბედნიერი იქნები. ხო? ამ ქვეყნიურად. ანუ ჯამთელი იყო და არ გახსოვდეს. და ბევრად არ აზროვნებდე. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენ თუ დავაკვირდებით დღევანდელ მდგომარეობასაც ადამიანებს ურჩევნიათ არ ახსოვდეთ არაფერი, არ ფიქრობდნენ არაფერზე, ვიდრე მათ საფიქრალი ქონდეთ და ვიდრე რამე გაარკვიონ ჩემი აზრით. ეგ პრობლემა არის. მესმის კიდევაც, მაგრამ ძალიან ბევრ რთული ცხოვრება აქვს და არ უნდა რომ გაიხსენოს, მაგრამ აი როგორ უნდა გაიქცეს მამო ამ ყველაფერს რომ უბედური არ იყოს, იმიტომ რომ ძალოვნურად აი ხა აი მაგალითად აი რაღაცა სიკეთე რო კეთდება პატარა შეიძლება ეს არ გახსოვდეს უცბად, მაგრამ იქ რაღაც ავარია მოხდება და 10 კაცი რომ მოკვდება, მთელი ცხოვრება შეიძლება გამოყვეს. ან რაღაცა იგივე შენ თავზე რო უბედურება მოხდება, ხო? ეხლა მთელი ცხოვრება ხო არ უნდა ჩარჩე იქ, იმიტომ რომ ტკივა ამით, ხო? და როცა ტკივა ეხლა, ნუ თან ვერ შველი, ვერ ასწორებ ვერაფერი, ხო? დაინგრა, დაიწვა სიტყვაზე და სულ გახსოვს ეს რაღაცა იქ მახსოვრობაში რჩება. აი ამ შემთხვევაში მამაო რა უნდა ქნას, რომ ძირთადად ამით არიან უბედურები, აი ვინც კი იხსენებს, რომ აი მე საკვები, საჭმელი მქონდა, სახლი მქონდა, კარი მქონდა, ეხა არაფერი არ მაქვს. აი ეს ხო, რომ არა აქვს აქ რომ ჩამოჭრას სიტყვაზე და ბედნიერი ცხოვრება დაიწყოს და თავიდან დაიწყოს, ხო შეიძლება და არა მთელი ცხოვრება ფიქში გაატაროს იმაში, რომ არ ჯობია რომ იშრომოს, წავიდეს და ახალი მოიყოს სიტყვაზე თუ შეძლებს, ხო, ბოდიშვიხდი ხა ისე კი არ ვამბობ. მაგრამ აი ანუ იმით არაფერი არ იცვლება, მამაო სიტყვა სახლი ქონდა და აღარა აქვს, ხა აი რა ქნას, ხო? მაგრამ აი მთელი ცხოვრება ამის ტირილშია. ამდოს რო იაზრონ რომ ცოტა შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ გამოიყენა ეს განსაცდელი საცხონებლად, რომელიც შეიძლება ღვთისგან მიეცა.
აი ძალიან ისეთი ის არის ახლა ძალიან ხშირად ხდება სხვისგანაც ბერებისგანაც გამიგია და ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა და ასე შემდეგ რომ ვიღაცა ძალიან ახლობელი სიკვდილმა განაპირობა მისი ბერობა და დაფიქრდა ცხოვრებაზე რო დაფიქრდა ცხოვრებაზე რა არის ცხოვრება აი რატომ მოკვდა ეს ადამიანი მაშინ დაფიქრდა როცა საყვარელი ადამიანი აი ძვირფასი ადამიანი გარდაეცვალა აი ამან დააფიქრა და ფიქრმა მიიყვანა ეკლესიამდე და ეკლესია მერე მიიყვანა სწავლებით იქამდე რომ ბერი გახდა. ამიტომ ყოველი ის დაკარგვა რაღაცის, აი ძალიან ხშირად არის ხოლმე მოდიან ჩემთან და მეუბნებიან რეული განსაკუთრებით, ანუ უცხო, ძალიან ახლო ვინც არის, იმას კი ვეუბნები, მაგრამ აი რომ დაკარგა სახლი, რომ დაკარგა კარი და ვაიმე ილოცე ჩემზე ძალიან მინდა უთხრა, რომ ლოცვა კი არა, დაფიქრდი რატო დაკარგე. დაფიქრდი რატო დაკარგე. ანუ რასაც შენ კარგავ შენი მოქმედებით იმას ლოცვით ვერ იპოვი. სოკრატეს აქვს ესეთი ისა რომ ყველაფერი კი არ უნდა ვკითხოთ ღმერთს. აი მაგალითად რომელ მეტლერს გავყვეთო სულეს თუ ჭკვიანს, მცოდნეს თუ უცოდინარსო, ეს ღმერთს კი არ უნდა ვკითხოთ, ჩვენ უნდა ავარჩიოთო. აი მძღოლს რომელიც მთვრალია არ უნდა ჩაუჯდე. აი ტაქსი გააჩერე და მთვრალი ძღოლია. ლოგიკურად უნდა ეს. ლოგიკურად ახლა ღმერთო ჩაუჯდე ამას თუ არ უნდა ჩაუჯდე. არ უნდა ჩაჯდე ხო ამ ტაქსში. ეს ღმერთს კი არ უნდა კითხო. აი ესეა რომ კარგავ რაღაცას. აი რატო კარგავ? შენ თვითონ უნდა დაფიქრდე, იმიტომ რომ ყოველი განსაცდელი დაფიქრებისთვის ეძლევა ადამიანს. აი და შენ რო გაარკვევ შენ შეცდომებს. აი ეს არის წყალობა ღვთისა. ანუ გონება თუ მოგცა ისეთი და თუ გაქვს ისეთი გონება თუ იპოვე რომ შენ გაარკვიე შენი შეცდომები აი ეს არის ყველაზე დიდი წყალობა ღვთისა. თორე ღმერთმა მეორე სახლი რო უცებ მოგცეს რაღაც გასაღები იპოვო და თურმე შენ სახელზეა გაფორმებული იმასაც დაკარგავ. რა აზრი აქვს თუ ერთი დაკარგე უაზროდ მეორესაც დაკარგავ. ამიტომ არ გიშველეს აქ ლოცვა. აქ ლოცვა უნდა იმისთვის უნდა ილოცო რომ დაგანახოს ღმერთმა. იმიტომ რომ ხედვა ყველაზე მაღალია. ვიდრე რამის მოცემა. ხედვა საკუთარი შეცდომებისა და ღვთის დიდებისა. ჩემი აზრით. დიახ. და მამაო, აი თუ არის ის მომენტი, რომ სიტყვაზე რომ არ ჩაყვე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ვიცი ადამიანი, რომელიც სიტყვაზე არის ცუდად და სანამ რაღაცად მოუწევს ამით ნერვიულობით უარესად ხდება ხოლმე. ანუ როგორ ეხა ყველაფერს ხო ეშმაკი მაინც იმიტომ გვირევს რომ ჩვენ ვინერვიულოთ, ვიდარდოთ და დავკარგოთ იმედი ღვთისა. ანუ ჩვენ რო დარდობთ, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ არ გაქვს ღმერთის იმედი. თორე თუ იცი რომ ღმერთი გადაგარჩენს, აღას დარდობ, ხო დალოცვილო, ხო? ანუ ამით ძალაუნებრივად ლოგიკურად უარყოფ ღმერთს, ხო? შენ როცა დარდობ იმაზე, რომ არ გაქვს ღმერთის იმედი, რომ აქედან გამოსავალი არის. აი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, მამაო და როგორ უნდა გააკეთოს, იმიტომ ძალიან ხშირად ალბათ ხშირ შემთხვევა იქნებოდა. ისევ იგივე პასუხს ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატო დაკარგა, როგორ დაკარგა და მეორე, არასოდეს არ უნდა დაკარგოს ღვთისიმედი, მაგრამ ღვთისიმედი იმაში კი არ უნდა კონდეს მესახლი რომ დავკარგე სახს დამიბრუნებს. არამედ შე რო გადარჩები. ანუ იმედი გადარჩენისთვის. და არა მიწიერი რასაც დაკარგავ იმის, ანუ შენ რასაც დაკარგავ იმის აღდგენა კი არ არის ღვთის იმედი. არამედ შენ სწორად რო დაგანახოს ყველაფერი და შეიძლება ამ დაკარგვამ უფრო დიდი მოგცეს. და რა თქმა უნდა დიდს მოგცემს სულიერ. უფრო დიდი მოგცეს. აი გრიგოლ ხანძთელთან არის თუ არ ვცდები ზენონი არის ბერი რომლის დასაც შეურაცხყოფა მიეყენა ერთ-ერთმა თურქმა. რომელსაც გაეკიდა მე მოსაკლავად და ბოლოს გზაში მოვიდა გონს, ნუ ამის მოკლა რას უშველიდა და ადგა წავიდა მონასტერში. და უდიდესი მამა გახდა. ანუ როგორი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ეს ტრაგედია რისთვის გამოიყენა. ამიტომ ქრისტიანობაში გამოსავალი ყოველთვის არის, მაგრამ გამოსავალი იმის დაბრუნება კი არ არის, გამოსავალი ღმერთთან მისვლა. ძალიან დავფიქრდით რა. მამო, ანუ მაინც ჩვენ ხელშია ხო ყველაფერი, ბედნიერებას და უბედურებას. ხო, ნუ სანახევროდ არის განაწილებული. რაღაცა გვერგო
და რაღაცა ჩვენთვის არის აუცილებლად რაღაცა ჩვენ უნდა მოვიყვანოთ. აი რა ერგო ადამიანს მამაო თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით აი თუ დაწვრილებით ვეტყვით რომ აი რა არის აი რა ერგო მაგალითად ის ერგო თვითონ რა იმიტომ რომ ადრე მამაო გამიგია რომ ადამიანს სიტყვაზე ვიღაცა რომ გარდაეცვლებოდა წესი იყო ეგეთი რომ თავის ცოდვებს აბრალიდნენ და ხშირად უნდა დააბრალო კიდევაც იმიტომ რომ რაღაცა ანუ შენი ტვირთია შენი ის არის და აი ეს აი შავი დასავლეთში რო იცოდნენ რომ აი ჩაიცვანდნენ რომ ჩემი ცოდების გამო აი ეს ადამიანი მე გარდამეცვალა ესეთი მომენტი იყო ხოლმე და ის არა ქვია ანუ გლოვობდნენ ამ ყველაფერს ისევ თავის ცოდების გამო თორე ის მისთვის წმინდა იყო ის ადამიანი ვინც გარდაიცვალა ხო აი ამ მომენტში მამაო რა უნდა ქნას და როგორ უნდა გაითავისოს როცა ცუდი ხდება იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს მამაო სხვაზე გადაბრალება ჩვენ უბედურების აცილება ადამიანის სუსტია მაინც და უყვარს აი რომ აიცილოს ეს უბედურება ყველაფერს იზნაი პატარა ბავშვი რო გააჩერო იმასაც საკუთარი თავი დაბრალება ყოველთვის კარგია მაგრამ ყოველთვის არ არის მართალი დიახ ვიღაცის სიკვდილი რომ ჩემ ცოდვებს დავაბრალო ეს შეიძლება ჩემთვის რაღაცა სინანულის მოტივი იყოს მაგრამ თვითონ სწავლებით ეხლა მე თუ დავაშავე ის რატომ მოკლა იმ კაცმა როცა შენზეა მოგმული ანუ მისი თისგან არ უნდა იფიქრო ესე რომ მე დავაშავე ამიტომ მოკლა ის ღმერთმა მაგრამ თლიანობაში ხა შეიძლება შენი დანაშაულის გამო სხვა მოკლან ან სხვა მოკდეს ან რაღაცა და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია აი თქვენ რო თქვი წეღა რომ მამო აი მონასტერში მოდიან გარდაეცვალა ვიღაცა ადამიანის შემდეგ მოვიდა მონასტერში ხო ეს ხო მას მისმა გარდაცვალებამ ის ეკლესიაში იმიტომ მოიყვანა რომ მე ღმერთო ეს ახაც მომიკვდა ხო ეს ჩემი იყო მე ვიყავი და ის მომიკვდა ხო ხდებით ანუ ის მომენტი რა ანუ ჩემ ცოდვებს რა ანუ ისიც ხო ცოდების გამო მომდის რომ მე რომ მიკვდება ხო ანუ მე რომ წარდები რაღაცაზე ხო რაღაცის გამო ხო ვიხდი ამით სამაგიეროს ხო რაღაცას ვინკი ხო აი ეს მომენტი მამაო თორე ტრადიცია საქართველოში ხა მეც ესე ვარ მონათლული მამა ჩემ პატარა ვიყავი და 4 წლის ვიყავი რო გარდაიცვალა და სანამ 40 გადავხვდნენ წამიყვანეს ილორში და მომნათლეს ანუ არ შეიძლებოდა რომ ქრისტიანი არ ყოფილიყო თუ ამ რაღაც ეგეთ ტრადიცია გვაქვს ჩვენ და ესეც იმას მიუთითებს რომ კარგი ტრადიციაა რა თქმა უნდა ანუ ამ მიცვალებულის გულისთვის შენ მიდიხარ ღმერთთან და მიდიხარ ნამდვილ ღმერთთან და ეს არის ძალიან კარგი და როცა მიცვალებულზეა საუბარი როცა საყვარელ ადამიანზეა საუბარი მისთვის ყველაზე უკეთესი არის რომ შენ მიხვიდე ღმერთთან და რატო იცით აი როცა აი მაგალითად ვიღაცა შვილი რო დაიჭირონ სადღაც უცხოეთში რომელიც წავიდა და დედამ არიცის საფრანგეთშია იტალიაში თუ სადღაც დაიჭირეს და ვერაფრით მშობლებს ვერ გააგებინა ციხიდან სად არის როგორ წუხს ის იმიტომ რომ ვერავინ ვერ ეხმარება ვერავინ ვერ გაისა მშობლები ეძებენ არიციან მყარია ცოცხალია რა ბედნიერება იქნება რომ იმან გააგებინოს ერთი ზარი უთხრას რომ დედა ახავარ ციხეში ხო? აი ესეთი არის მიცვალებულის სული, როცა ის მოკვდება და დაინახავს ამ ყველაფერს. აი ესე წუხს ის, როცა მისი ადამიანები, მისი ახლობლები ეკლესიაში არ არიან. იმიტომ რომ ეკლესიით გვგებულობ ჩვენ სად არის ის? ეკლესიის მეშვეობით გვგებულობ რა უნდა მას? და ეკლესიის მეშვეობით გვგებულობ როგორ შეგვიძლია მას დავეხმაროთ? როგორ ვილოცოთ მის სულზე? და ასე შემდეგ. ამიტომ მისთვის ეს ბედნიერება, ამიტომ მივდივართ, ამიტომ იყო ეს ტრადიცია, რომ რაღაცა და მოხდებოდა, მიდიოდნენ ეკლესიაში. მიდიოდნენ, ვინც მონათული იყო, მარხვას იწყებდა, ცხოვრებას იწყებდა ისეც, რომ მისი სულისთვის ეზრუნა. ეს არის ერთადერთი ბედნიერება, რაც ჩვენ შეგვიძლია მიცვალებულისთვის გავაკეთოთ. დიახ. და მამა, აი თუ ეტყვი ჭირის უფლებს, რომ სიტყვაზე აი როგორ უნდა ანუ მიიღონ ეს ყველაფერი ტვირთად რომ ღირსეულად გადაიტანონ იმიტომ რომ ძირითადად ჩვენთან აი რაღაც გადაზე დასავლეთში იმას ძალიან ყველანაირი ტვირთს ხსნის რწმენა ნიშნავს დაჯერებას რომ შენ მართლა გჯერა რომ ეს არის ასე როგორც ამას ეკლესია ასწავლის როგორც ამას ასწავლის ჩვენი ღმერთი აი ეს არის ყველაზე მთავარი ეხ და ბოლო 5 წუთი დარჩა მამო კიდე რა შეგიძლიათ რომ გითხათ აი მაგალითად თუ ქონიათ პრაქტიკაში ისეთი რაღაცა რომ მოსულა ადამიანი
თავისი უბედურები და თქვენ აგიხსნიათ და შემდეგ ეს ყოფილა და მას შეუგნია რომ ყოფილა მისთვის ბედნიერება. აი თუ შეიძლება აი მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი არის ალბათ ეხა უბედური დღეს და თუ შეიძლება რომ უთხრათ ის უბედურება კი არის რაღაც კონკრეტული საკითხებია, მაგრამ ის უბედურება მისთვის ბედნიერება. აი რა შეიძლება რომ უთხრათ რამოდენიმე რაღაც სწავლება რომ იმ ადამიანმა იგრძნოს ბედნიერად თავი და დღეს მაინც დაიძინოს საღამოს მშვიდად. თუ შეიძლება ერთი რეცეპტი არ არსებობს რომ ერთი რაღაცა რეცეპტით რამე ვთქვათ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის ადამიანი ჩვენ ყველანი მივდივართ ამ ქვეყნიდან. და ყველაზე მთავარი ის არის როგორ წავალთ. და ყველაზე ბედნიერი მაინც შეიძლება ადამიანი იყოს ის, ვინც გაარკვევს რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება. რადგან მაცხოვარმა თქვა შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. აი მაცხოვარს მარტო ეს სიტყვები რო ეთქვას შეიცანით ჭეშმარიტება, ეს იქნებოდა ძალიან დამაბნეველი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გაიგებდა რა არის ჭეშმარიტება. მაგრამ მაცხოვარმა მერე თქვა მიუმატ ამას, მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ანუ ჩვენ ვიცით რა არის ჭეშმარიტება, ვინ არის ჭეშმარიტება. და რადგან ჩვენ ვიცით ვინ არის ჭეშმარიტება, რომელიც პილატემ არ იცოდა, მიუხედავად იმისა, ქვეყანას მართავდა, მოსამართლე იყო იმ ქვეყნის და ასე შემდეგ, არ იცოდა რა არის ჭეშმარიტება. რა არის ჭეშმარიტება ვეკითხება და ვერც გაიგო, არც უთხრა ქრისტემ. ანუ ჩვენ თუ გვითხრა ქრისტემ რა არის ჭეშმარიტება და ჩვენ თუ გავიგეთ რა არის ჭეშმარიტება, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ამაზე დიდი ბედნიერება ამ დედამიწაზე არ არსებობს, იმიტომ რომ ამ ქვეყნად არაფერი ახალი არ მომხდარა, გარდა ერთისა. ეს არის ქრისტეს შობა. ხა შობის დღესასწაულები იყო და ვიტყვი, რომ საუკუნეების მანძილზე რამდენი არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერები სხვა საუკუნეებს ამბობენ, ჩვენ სხვა საუკუნეებს ვამბობთ, რამდენი მილიონი წელიც არ უნდა იყოს გასული. ახალი არაფერი არ მომხდარა, შექმნის შემდეგ, კაცობრიობის შექმნის შემდეგ, ერთადერთი ახალი მოხდა ის, რომ დაიბადა ღმერთკაცი. აი ეს ღმერთკაცი მოვიდა დედამიწაზე, ღმერთი მოვიდა, შენი შემოქმედი მოვიდა, დაიბადა და ისაუბრა. და ეს საუბარი ჩაწერეს მოციქულებმა, რასაც ჩვენ სახარებას ვეძახით. და როგორი უბედურებაა შენს დაიბადო იმ სამყაროში. და წახვიდე ისე, რომ ვერ გაიგო, არც გაიგო, არც წაიკითხო. რა თქვა შენმა შემოქმედმა? რისთვის დაიბადა ის? რადგან ერთადერთი სიახლე ეს არის ქრისტეს შობა, ერთადერთი სიახლე ეს არის სახარება. ჭეშმარიტება, რომელსაც აბრაამი ნატრობდა და ბევრი ფილოსოფოსიც ძველი წინ ატრებდა, გაეგოთ თუ რა იყო სიკვდილი. და არ იცოდნენ. და ქრისტემ გითხრა, რომ არ არსებობს სიკვდილი. და არა თუ გითხრა, არამედ გვაჩვენა. მოკვდა და ახსნა. და ეხლა წარმოიდგინეთ იმ მოციქულებისთვის, რომლებმაც დაინახეს ქრისტე და 40 დღე ესაუბრნენ და კიდე სწავლობდნენ მისგან აღდგომილი მაცხოვრისგან, არა უბედურება ამ მოციქულისთვის, უსამას სხვას ეუბნება და ის სხვა არ იჯერებს. და ისე წავა ის სხვა ამ ქვეყნიდან, რომ არ დაიჯერა. და ვერც იქ დაიჯერებს. აი არის უბედურება. ბედნიერება კი ქრისტეს პოვნაა. ვინც ქრისტეს იპოვის, ის უბედური არ იქნება. ნათქვამია რომ ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, ბედნიერი წუთები არსებობს, ბედნიერი დღეები არსებობს, მთლიანი ცხოვრება ბედნიერი არ არსებობს, ბედნიერი არავისთვის არ არის ეს ცხოვრება მთლიანად. მაგრამ ის წუთი, რომელ წუთსაც შენ ქრისტეს აღმოაჩენ და შენ ქრისტეს ირწმუნებ, აი იმაზე ბედნიერი წუთი არ არსებობს. რადგან ამ წუთისთვის შეგიძლია იცხოვრო აქაც და იქაც. ძალიან დიდი მადლობა მამაო და რა ვიცი თავში არ მომიკითხე ესე იმათ უცხოეთში მყოფი ქართველები მამაო პატიმრები და ისინი თუ შეიძლება ვინც გასაჭირსა შინა არისო დალოცო თუ შეიძლება ვინც უცხოეთში იმათ მიმართავ რომ არ დაკარგონ ის არაც ყველაზე დიდი გაგვაჩნია ჩვენ ეს არის ქრისტე მადიდებლობა ქრისტეს მართალის სწავლება ეს არ არის ამაზე უკეთესი არსად არ არის არის სხვაგანაც რა თქმა უნდა არის რუსეთში ბერძნეთში ყველგან არის ცოტა მაგრამ ხარობდეთ იმით რომ მართლმადიდებლები არიან და ეს არის ერთადერთი ის უნიკალური განძი და არა იმიტომ რომ მე ქართველი ვარ აი ერთი ესეთი რაღაცის თქმა მინდა გვაქვს დრო 2 წუთი არა
ისა თქვენ თუ დიახ იტყვით იქ დაგვიწერენ და ერთი წუთი სადღაც დიახ მოკლედ აი მაგალითად როდესაც ღმერთი ამბობს პირველი მცნება გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი აი ეს პირველი 10 მცნებიდან პირველი მცნება არ არის საყოველთაო მცნება რას ნიშნავს რომ არ არის საყოველთაო მცნება ანუ ეს უთხრა ისრაელს გიყვარდეს ღმერთი შენი მაგრამ ვიღაცამ ასე რო თქვას მე ჩემი ღმერთი მიყვარსო და შენს გიწერია ცნებაშიო არასწორია იმიტომ რომ ჩემი ღმერთი კი არ უნდა მიყვარდეს მე არამედ ჭეშმარიტი ღმერთი უნდა მიყვარდეს და ეს ჭეშმარიტი ღმერთია იმიტომ კი არა ეს ქართველთა ღმერთია იმიტომ რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი ანუ ჭეშმარიტი ღმერთი არის მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობაში აუცილებლად და არ დაკარგონ არც ერთმა უცხოელში მყოფმა ქართველმა მართლმადიდებლობა აუცილებლად რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მამო უღრმესი მადლობა და დიახ სამწუხაროდ ხო რომ გავიდათ ბოდიშ გიხდით აი ძალიან გული მწყდება კიდევ ვისაუბრებთ აუცილებლად რომ მომბრძანდებით გვეწევით დაგიბრუნებით ჩაბაც საღამოს 9:30-ზე და ბედნიერება არის იმაში რომ მცირედით როცა ხარ ადამიანი კმაყოფილი მაშინ არის ბედნიერება მაშინ ხარ ბედნიერი რა და პრეტენზიული როცა არ ხარ ადამიანია ხანდახან აი ერთს ვიტყვი რა ერთხელ აი მახსოვს რომ აი ხანდახან ვიღაცის კაი სალამი მერჩინა მთელ ქვეყანას და ხანდახან ვიღაცის აი მთელი სამყარო რო ეჩუქებინა არაფერი არ ყოფილიყოს ჩემთვის და აი რა ვიცი ვიღაცა იყო შენთვის მნიშვნელოვანი და ის ვიღაცა უმნიშვნელო დიახ აი ესეთი მომენტი არის აი ხანდახან ხოლმე ისე მიდება ხოლმე აი ზოგი მენატრება ზოგი რაღაცა ერთი წამი დამანახა მეთქი ხა და იქ აი ყველაფერი იყოს შეიძლება მილიარდში არ გავცვალო ის ყველაფერი მაპატიეთ ყველაფერს გადავაჭარბი გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს ესეთი საყვარელი და ჩემთვის სამაგალითო მოძღვარი ყავდა დასავლეთიდან ძალიან ბევრს წერენ მამო თქვენზე და გულოცავ ყველას თქვენ რა ვიცი დასავლეთ გერმანია თუ არა იქიდან ღმერთმა დაგვიფაროს იქიდან მოწენა იქიდან იმაზე კიდე ცალკე ვისაუბრებ შემდეგში მადლობა მამო უღრმესი და სამეგრელოდან წერენ და რა ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგ გემშვიდობებით შაბათს დაგიბრუნდებით საღამოს 9:30-ისათვის მე გახლით გიორგი დარასელია ჩემი სტუმარი გახლათ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კარგად ზანდებოდეთ ქვემო ბეთლემში მსახურობს მამაო და იქ შეგიძლიათ მიბრძანდეთ ხშირად ვწერთ ხოლმე და ამის გამო კარგად ზანდებოდეთ ხოლო ეს გადაცემა დილას იქნება გამეორებით 7:09-ისათვის დროებით